აი საბჭოთა მილიციაში იყო კაცი, ვინც პირდაპირ გენერალ-მაიორობა მიიღო. ხა, მაშინ კომისრობა ერქვა, მაგრამ რანგი იგივეა. მისი გვარია შევარდნაძე. ოღონდ იმ კაცმა ეწოდება საქართველოს შინაგასაქმეთა მინისტრობის 3 წლის შემდეგ მიიღო. ანუ რაღაც დამსახურება და სტაჟი ჰქონდა დაგროვილი. ალექსი ინაური საქართველოს უშიშროების ნომერ 2 ლეგენდა მამუკა მდინარაძის შემდეგ ლეიტენანტი 1922 წელს გახდა. გენერალ-მაიორობა კი მხოლოდ 1944-ში მიანიჭეს. 12 წელი ცოტაა, მაგრამ გაგანია მსოფლიო ომი იყო და კაცი ამხელა კორპუსს მეთაურობდა. ნაპოლეონი ჩვეული ლეგენდებისგან განსხვავებით პოლკოვნიკის ფორმით იბრძოდა, თუმცა გენერლობა ოდესღაც ჰქონდა მიღებული. ჰიტლერი საერთოდ ეფრეიტორი იყო. საბერძნეთს 7 წელი მართავდნენ შავი პოლკოვნიკები. ხუნტა, რომელთაგან გენერლობა ერთმა დაიბრალა, თუმცა არც მაგას არ უშველა საბოლოოდ. მუამარ კადაფი მონარქი დაამხო, 50 წელი უმეთაურა ქვეყანას და პოლკოვნიკობას ვერ გასცდა, არ გასცდა. გამალ აბდელ ნასერმა ეგვიპტის რევოლუცია პოლკოვნიკის წოდებით მოაწყო და დარჩა იმავე წოდებით, პრეზიდენტობაშიც კი. უგო ჩავესი საერთოდ ვიცე-პოლკოვნიკი იყო და დარჩა. და ბოლოს ვიცე-პოლკოვნიკად, პოდპოლკოვნიკად გავიდა თადარიგში თვით ვლადიმერ პუტინი, მამუკა მდინარაძის ხაზეინის ხაზეინი, რომელიც ერთი პერიოდი ფსბ-ს დირექტორიც კი იყო. ახლა მდინარაძემ ყველა ამ ისტორიულ ფიგურას გაასწრო, წოდებით გაასწრო, მაგრამ აი იმ ერთ კაცს ვერ გაასწრო. მთავარსარდალს ყოველთა კოცდა და ზებრადა. ვინც 20 აპრილს გენერლობამდე აღამაღლა, 21 აპრილს კი რაღაც გაურკვეველი ფუნქციის თანამდებობისთვის მოხსნა. მდინარაძე ალბათ ეს 7 თვე მართლა უკვე ფეხზე უდგებოდა საკუთარ CV-ს. დარწმუნებული იყო, რომ ისტორიას წერდა თავისი წოდებრივი წინსვლით, მაგრამ ისტორიას და ყველა CV-ს აქ ერთი კაცი წერს და მხოლოდ იმან იცის, რატომ და როდის ამოშალოს გრაფიდან სუსის უფროსი, ვიღაცის გვარი და როდის ჩაწეროს მეორე. მესამე თუ 51. მარტო ჩემი ერთგულება გიარა, მარტო ჩემი სიყვარული გიარა, მარტო ჩემი სიმღერები გიარა, ქართველების ერთად ყოფნა და